სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება ზვიად რატიანისა და ანტონ ჩეჩინის პროცესები. პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ანტონ ჩეჩინსკი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და პუტინის რეპრესიებს გამოექცა ნარკოდანაშაულს. ერთ საათში კიდევ ერთი პროცესი დაიწყება, განიხილება სინდისის 8 პატიმრის საქმე, რომლებსაც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. დღეს მათი ადვოკატების დასკვნითი სიტყვები გაგრძელდება, 8 პირის განაჩენი უკვე 1 სექტემბერს უნდა გახდეს ცნობილი. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. გიორგი, თუ დაიწყო განხილვები და რა მოლოდინებზე ლაპარაკობენ მხარეები? სოფომ, ეს წუთია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტონ ჩეჩინის პროცესი. დღეს არის დასკვნითი ბოლოს ხდომა. მეორე ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას, ამის შემდეგ კი არ არის გამორიცხული, რომ თავად ანტონ ჩეჩინმაც ისარგებლოს საბოლოო სიტყვის უფლებით და ილაპარაკოს იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელსაც მას ედავება პროკურატურა. ანტონ ჩეჩინს ნარკოდანაშაულს ედავებიან, თუმცა ისევე როგორც სხვა მსგავს საქმეებთან მიმართებით, ამ შემთხვევაშიც არ გააჩნია პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ანტონ ჩეჩინის ბრალეულობას. სწორედ ამაზე ამახვილებს ადვოკატი ყურადღებას და ასევე ანტონ ჩეჩინის ცოლიც ყურადღებას. მათ შორის საქმეში არ არსებობს ვიდეო ჩანაწერები და არ არსებობენ დამოუკიდებელი მოწმეები, რომლებიც რეალურ ინფორმაციას მიაწვდიდნენ როგორც საგამოძიებო უწყებას, ასევე სასამართლოს. როგორც ადვოკატი აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ პოლიციელებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ჩხრეკის პროცედურა ჩაეტარებინათ კამერების თანდასწრებით, რადგანაც დაკავების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული. ეს არ გააკეთეს პოლიციელებმა და სპეციალურად აარჩიეს მისი თქმით ისეთი ადგილი, სადაც არ იყო დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ადვოკატიც ანტონ ჩეჩინიც და მისი ცოლიც ამტკიცებენ, რომ აქტივისტს ჩაუდეს პოლიციის წარმომადგენლება ნარკოტიკები და ასეთი გზებით ცდილობდნენ სწორედ ანტონ ჩეჩინის გაჩერებას. თავად ანტონ ჩეჩინიც საუბრობდა და ყვებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ემუქრებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, თუ არ შეწყვეტდა ის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, პრობლემები შეექმნებოდა და ახლა როდესაც ის საბრალდებო სკამზე ზის ნარკოდანაშაულით, ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მუქარი სასრულება. საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის ნეიტრალური მტკიცებულება, პირველ რიგში საუბარი არის ვიდეო ჩანაწერზე და ასევე ნეიტრალური პირის დასწრებაზე. მაშინ, როდესაც საგამოძიებო ორგანოს ობიექტურად შეეძლო, როგორც პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, ასევე პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ 50 დღის განმავლობაში მოეპოვებინა ან ვიდეო ჩანაწერი, ან თვითმხილველი რომელიმე პიროვნება, ვინც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკის სანდოობას, რაც არ გააკეთეს, უпроსტად ვერ გააკეთეს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ვიდეო ჩანაწერი და არ არსებობს ნეიტრალური პირი, რომელიც დაადასტურებს ჩემ დაცვქვეშ ყოფის შემხებლობას რომელიმე ნარკოტიკულ ნივთიერებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სახარბიელო ნამდვილად არ არის, სულ აქვს ტკივილები, ასევე ამდენი ახლა ნერვულობის ხომსაც გულის ტკივილები აქამდე ჰქონდა და ახლა გამწვავებული აქვს. მოლოდინი ესე როგორც ვთქვი 50-50 არის შანსები, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაგვიმართლებს. ვამბობ სიტყვა გამართლებას არა იმის გამო, რომ ანტონს რამე აქვს შადენილი, არანაირად ისევე უდანაშაულა როგორც სხვები, არამედ იმის გამო, რომ არის ეს ტენდენცია. ზოგს უშვებენ გარეთ თავისი პროპაგანდისტული მიზნების გამო და ზოგს ტოვებენ და აი ამაში ვინ მოყვება ვის როგორ გაუმართლებს, ეგ არის თორე ის რომ ყველა უდანაშაულო ამას წალი არ გაუვა. როგორც უკვე გითხარით, დიდი ალბათობით ანტონ ჩეჩინის საქმეზე დღეს იქნება გადაწყვეტილება, რაც შეეხება სინდისის სხვა პატიმრებს, მათ შორის პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მას პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. პირველ საათზე კი უკვე დაიწყება სინდისის სხვა პატიმრის სასამართლო განხილვა, ესეც არის დასკვნით ეტაპზე, უკვე ადვოკატები გადავიდნენ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ უკვე სექტემბრის დასაწყისში ამ საქმესთან დაკავშირებითაც ვიხილავთ საბოლოო გადაწყვეტილებას.